ნიკურაძეების ოჯახი უკვე მესამე დღეა ბინის ქირის გადაუხტლობის გამო ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს. ისინი ამბობენ, რომ მათ ბინის ქირას ისანი სამგორის გამგეობა 2010 წლიდან იმის გამო უხდის, რომ ისინი ავარიული სახლიდან გამოასახლეს. ოჯახის თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში გამგეობამ მათთვის ბინის ქირის გადახდად შეწყვიტა. ანუ ჩვენ უკვე მეორე თვეა, თებერვალი, მარტი, აპრილი ჩვენ არ მიგვიღია ბინის ქირა. ბინის ქირას გვირიცხავს გამგეობა. 2 დღე ქუჩაში ვართ და არც გვაქვს დასასვლელი არსად. ვართ 7 სულიანი ოჯახი, 2 არასრულწლოვანი, 2 ინვალიდი და მეუღლე და ძმა, რომლებიც უმუშევრები არიან. ნიკურაძეები ვარკეთილის მესამე მასივის მერვე კვარტლის პირველი კორპუსიდან 11 ოჯახთან ერთად 2008-2010 წლებში კორპუსის ავარიულობის გამო ეტაპობრივად კორპუსის მხოლოდ მესამე სადარბაზოდან გაიყვანეს. როგორც თავად ამბობენ, იმ პირობით გამოასახლეს, რომ ახალ კორპუსს აუშენებდნენ, თუმცა მოსახლეობის თქმით, ამ 3 წლის განმავლობაში ახალი კორპუსის მშენებლობა არ დაწყებულა. გრიგალაშვილი შეგვპირდა, ოღონდ თქვენ მეზობლები ყველანი გადით, მსხვერპლი არ მოხდეს და ჩვენ ყველა პირობას გაძლევთ იმისას, რომ დაგაკმაყოფილებთ, ანუ ქირას გადაგიხდით, თორე ბინით აღარ გვპირდებოდნენ, მაგრამ შესაძლებელი იქნება, რომ როგორმე თუ მეორე სადარბაზოს გავამაგრებთ, მაშინ თქვენც შეიძლება თქვენი სადარბაზოც ანუ აგიშენოთ. ამის პროექტიც გააკეთეს. მე კი არა, ყველა მეზობელს აჩვენებდა, ხან 4 სართულიანი იყო ეს პროექტი, ხან 5 სართულიანი, მაგრამ საბოლოო შედეგი ვერაფერი ვერ მივიღეთ. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მაშინ როდესაც მათი გამოსახლება ავარიულობის გამო მოხდა, სადარბაზოს გამაგრება შესაძლებელი იყო, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო საცხოვრებელი კორპუსის მესამე სადარბაზო გამგეობა მაინც დაანგრია, იმის გამო რომ ბინის ქირად შეუჩერდათ 12 ოჯახი ამ ეტაპზე გაურკვეველ ვითარებაშია. Мизнообривать ყველაფერი კეთდებოდა, мама, моя свидетель по ночам слышала постоянно, доламывали, ломали. Личную клетку разламывали, чтобы специально сделать все возможное. У нас, значит, в однокомнатных и в двухкомнатных трещинки не было. Авариулоба арытхобода. Итховд бинас. Გვეუბნებიან ამ ორასლარს მე იქით გადავუხდი, მომცენ ჩემი ბინა. Титон и цховрон титон гахнет ჩვენ გაჭირვებაში. Самое главное, у нас нету гарантии, когда построится, да? Что построится и где. Გავხდით ნამდვილად ბომჟები. ისანი სამგორის გამგეობაში მესამე სადარბაზოს მაცხოვრებლებისათვის ბინის ქირის შეწყვეტის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა შემთხვევას სამართლებრივი საკითხების მოუგვარებლობას აბრალებენ. მათი თქმით, მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფა მომავალი კვირიდან განახდება, რაც შეეხება უბინაოდ დარჩენილთა ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სამგორის გამგებლის განმარტებით, ამისათვის ბიუჯეტში თანხა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. ჩვენ დადგენილება აქვს მიღებული ქალაქის მთავრობას, რომ ეს ადამიანები გაყვანილი იქნებიან ამ ავარიული კორპუსიდან, მათი უსაფრთხოებისგან გამომდინარე და ეს ადამიანები დაკმაყოფილებული იქნებიან ქირით იმ პრობლემის მოგვარებამდე. მაგრამ რახან პრობლემა შეიქმნა სამართლებრივად და რომელიც მოგვარდა დღესდღეობით უკვე ორშაბათიდან მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ქირების გაცემას. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ აშენებას ეს ჯერჯერობით ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მანამდე კი სანამ სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის მესამე მასივის მერვე კორპუსის მოსახლეობისათვის ქირით უზრუნველყოფას გააგრძელებს, ნიკურაძეების ოჯახი დანარჩენ 11 ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ფართის მოლოდინის რეჟიმშია.